მოგესალმებით მეგობრებო, დაგიბრუნდით ახალი საინტერესო ვიდეოთი ამჯერად. ალმა-ატას საერთაშორისო აეროპორტში ვარ და მივემგზავრები მონღოლეთში, როგორც უკვე იცით. ასე რომ წინ დაუჯერებლად ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველოდება და რა თქმა უნდა, არხის გამოწერა, ვიდეოების დალაიქება, კომენტარების დაწერა არ დაგაუწყდეთ. მინდა ერთი სიტყვით გამოვეხმაურო ყაზახეთსაც. მოკლედ, როგორც კი გებულობდნენ, რომ საქართველოდან ვარ, აი განსაკუთრებული პატივისცემით და სიყვარულით გამოირჩეოდნენ, ძალიან უყვართ საქართველოს და ქართველებიც, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყაზახეთს. რაც შეეხება ჩვენს მონღოლურ მოგზაურობას, წინასწარ დაგეგმილი, რა თქმა უნდა, არაფერი არ მაქვს. უბრალოდ ვიცი, რისი ნახვა მინდა, რისი გადაღება მინდა, მაგრამ სად როგორ წავალ და როგორ მოვახერხებ ამ ყველაფერს, რა თქმა უნდა, არ ვიცი, რაც ჩემთვის კიდევ უფრო საინტერესოს ხდის ამ ყველაფერს, რადგან ადგილზე ჩავალთ და ყველაფერში თქვენთან ერთად გავერკვევ. ხო, ასეთ საინტერესო ქვეყნებში მოგზაურობას რომ ვახერხებ, რა თქმა უნდა, ჩემი ძალიან მაგარი სპონსორების დამსახურება არის. ძალიან დიდი მადლობა ლაგის ამ ყველაფრისთვის, რომ სოფლიოს ნებისმიერ წერტილში, მათ შორის მონღოლეთშიც კი ძალიან სწრაფ და ხარისხიან ინტერნეტს მაწვდის. ძალიან დიდი მადლობა მზესუმზირა Black Stars, რომელიც არის 100%-ით ქართული წარმოების და ჩემს მოგზაურობებს კიდევ უფრო აგემრიელებს და რა თქმა უნდა ალდაქს ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩემს მოგზაურობას აზღვევს, ჩემს ჯანმრთელობას აზღვევს და მოკლედ ძალიან დიდი იმედი მაქვს ალდაგის ნებისმიერ გაუთვალისწინებელ სიტუაციებში იქნება ეს ფრენის გადადება, ბარგის დაკარგვა თუ ასე შემდეგ. მოკლედ დიდი მადლობა თქვენ. აქვე შეგახსენებთ ჩემს Instagram-ს, რომ გადახვიდეთ, გამოიწეროთ და თვალიადევნოთ ძალიან ბევრ საინტერესო სტორებს ჩემი მოგზაურობის განმავლობაში და წავედი მოკლედ ეხლა წინ 3 საათნახევრიანი ფრენა მელოდება და შევხვდებით მონღოლეთის დედაქალაქ ულან-ბატორში. მომილოცეთ მეგობრებო, ჩამოვფრინდი, როგორც იქნა ჩამოვაღწიე მონღოლეთამდეც და პირველი ქართველი იუთუბერი ვიქნები, ვინც მონღოლეთს დაგათვალიერებინებთ და რა თქმა უნდა ამ ყველაფრით ძალიან ვამაყობ. ჩინგისხანის საერთაშორისო აეროპორტში ვიმყოფები და ქალაქი აქედან საკმაოდ შორს არის, დაახლოებით 50 კილომეტრი მაქვს გასავლელი. ფული უკვე დავახურდავი, $100 გადავახურდავი აეროპორტში, რაც აქაური ფული გამოვიდა დაახლოებით 358,000, რაც არც თუ ისე ცოტა არის. მოკლედ ეხა ავტობუსი მოვა და წავალ უკვე ქალაქის ცენტრისკენ. სასტუმროც უკვე ვიპოვე, ნახოთ რა დაგხვდება, მოკლედ ერთად დავათვალიეროთ. რა ძალიან მიხარია ამ ქვეყანაში, რომ ჩამოვედი და მექნება საშუალება ეს ქვეყანა დავათვალიერო და თქვენც დაგათვალიერებინოთ, რა თქმა უნდა. აი ესეთი კარგი და სუფთა მოწესრიგებული ავტობუსი არის. ტაქსი მეუბნებოდა დაახლოებით $35 ქალაქამდე. ამ ავტობუსში გადავიხდი $5, რაც დიდი განსხვავებაა დამეთანხმებით. მოვაღწიე როგორც იქნა ქალაქის ცენტრში, დაახლოებით 1-2 საათია მოდის ავტობუსი რა. ძალიან საცობები იყო და ალბათ ამიტომ. ეს არის ცენტრალური მოედანი, სადაც ხვალაც გამოვალ, რა თქმა უნდა, დავათვალიერებ, მაგრამ ერთი შეხედვით საერთოდ არ ველოდი თუ ესეთი ქალაქი იქნებოდა ულან-ბატორი. ნახეთ რა ლამაზი არის ყველაფერი. განათებული, მოწესრიგებული. საერთოდ სხვანაირი წარმომედგინა. მივდივარ სასტუმროსკენ. დღევანდელი გეგმა არის, რაც შეიძლება მალე დავბინავდე და დავისვენო. რომ ძალები აღვიდგინო და ხვალ დილიდან დავიწყოთ ულან-ბატორის დათვალიერება. ესეც ჩემი ოთახი. ესეთი პატარა ოთახია. ხედიც გვაქვს ფანჯრიდან. საკმაოდ სუფთა სააბაზანოც არის. ეს ნომერი ავიღე 2 ღამით და 2 ღამეში გადავიხადე $70. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე იაფი ვარიანტი, რაც კი ვნახე ამ ქალაქში, ასე რომ არც თუ ისე იაფი არის სასტუმროები. ეხლა ვაპირებ რომ მაღაზიაში ჩავიდე, რამე ვიყიდო საჭმელი, რომ ცოტა მაისჭამო რამე და დავისვენებ და ხვალ დილით დაგიბრუნდებით.
ესეც ჩვენი პირველი გამოსვლა ულანბაატორის ქუჩებში და მოკლედ ერთი სული მაქვს, როდის დავათვალიერებ ამ ქალაქს რა. როგორც ბევრ აზიურ ქვეყანაში აქაც ძალიან ბევრი ბუდისტური მონასტერი და ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი არის, ასე რომ წინ ბევრი საინტერესო სანახაობა გველოდება და ეხლა ვხვდები როგორ მომნატრებია ბუდისტურ ქვეყანაში მოგზაურობა რა. საერთოდ სხვა განცდა და სხვა ემოცია არის. როგორც ყოველთვის Google Maps-ის ნაჩვენები გზა მეგობრებო. იმედია მოკლე გზა არის. აი დღემდე ძალიან ბევრი ადამიანი ცხოვრობს ასეთ ტრადიციულ იურტებში, მიუხედავად იმისა, რომ დედაქალაქია. ნახეთ რა სილამაზე. არ ვიცი თქვენ როგორ ფიქრობთ, მაგრამ აი ჩემთვის ეს აზიური არქიტექტურა არის რავი განსაკუთრებულად ლამაზი და აც თავისებური სილამაზია ყველა შენობას. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაც ვითარდება, ქალაქიც ვითარდება, ბევრი ტურისტია და ასე შემდეგ, ხალხის უმრავლესობას უბრალოდ მაინც უჭირს და ზუსტად ამიტომაც ცხოვრობენ ასეთ პატარა სახლებში. ტრედების რაოდენობა ნახეთ. დღევანდელი ჩვენი პირველი ლოკაცია იქნება ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სანახაობა. ეს არის განდანის სამონასტრო კომპლექსი, სადაც არის რამოდენიმე ბუდისტური ტაძარი, რომელიც დაარსებულია 1835 წელს და როგორც ვნახე კომუნისტების დროს ეს ყველაფერი დაზიანებული იყო, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი აღადგინეს და ყველაფერს ისევ პირველადი სახე დაუბრუნეს. ასევე გეტყვით, რომ ეს კომპლექსი მონღოლეთში ერთ-ერთი ყველაზე დიდი კომპლექსია. აი ამ ტაძარში არის აქაურობის ერთ-ერთი მთავარი სანახაობა. შევიდეთ ახლა დავათვალიერებთ და მერე მოგიყვებით ყველაფერს. ეს ცნობილი დასატრიალებლები ბუდისტურ ლოცვებს სიმბოლიზირებს, თითო დატრიალება თითო ლოცვას აღნიშნავს და როდესაც ბუდისტი ახლოს ჩაუვლის, აუცილებლად ატრიალებს. მოდი გარედან გაგიზიარებთ ახლა ამ ადგილის შესახებ, რადგან შიგნით ძალიან ბევრი ხალხია. ეს არის ავალოკი ტეშვარას 27 მეტრიანი ქანდაკება, რაც არის ბუდას წყალობისა და თანაგრძნობის განსახიერება. თვითონ ეს ავალოკი ტეშვარაც არის ბოთისატვა. ხოლო როგორც წავიკითხე, ბოთისატვა არიან არსებები, რომლებმაც გაიღვიძეს რა თქმა უნდა გადატანითი მნიშვნელობით და ნირვანაში შესვლა გადადეს, რადგან სხვა ადამიანებს დახმარებოდნენ გამოღვიძებაში. ხოლო აქაური ბუდისტების და ბუდისტი ბერების მთავარი მიზანიც ეგ არის, რომ მიაღწიონ იმ უმაღლეს წერტილს, ასე ვთქვათ, თვითონაც გაიღვიძონ და სხვა ადამიანებსაც დაანახონ ის ჭეშმარიტი გზა და გამოაღვიძონ, ასე ვთქვათ. აი ესეთი დიდი ტერიტორია აქეთ კიდე სხვა ტაძრებიც არის, ყველაფერს თავისი დანიშნულება აქვს, რა თქმა უნდა. მე ყველაფრის დანიშნულება სამწუხაროდ არ ვიცი. სიმბოლურად აქედან გაგიზიარებთ კიდევ ერთ ძალიან საინტერესო ფაქტს ამ ქვეყნის შესახებ. როგორც უკვე იცით, ბუდისტები არიან 90% მოსახლეობის, მაგრამ დაახლოებით 10% ჯერ ისევ შამანიზმის მიმდევარი არის. შამანიზმი მოიცავს სხვადასხვა შამანურ რიტუალებს, სხვადასხვა ტრადიციებს და ასე შემდეგ. სულებთან ურთიერთობა იქნება თუ სხვადასხვა შელოცვებით, სხვადასხვა ავადმყოფობების მორჩენა და ასე შემდეგ რა. მოკლედ 10% ჯერ ისევ აი ამ ტრადიციების მიმდევარია და ხშირად ხდება მსგავსი რაღაცები მონღოლეთში და დიდი იმედია რომ მომეცემა ამ ყველაფრის გადაღების საშუალებაც. კიდევ ერთი დიდი დარბაზი და ნახეთ რა ლამაზად არის აქაც ყველაფერი მორთული. ქალაქი ულანბატორი დაარსდა 1629 წელს, როგორც მონღოლი ბუდისტების სასულიერო ცენტრი და თავდაპირველად ამ ქალაქის სახელი იყო ურგა და საუკუნეების განმავლობაში იყო მონღოლეთის სასულიერო და სავაჭრო ცენტრი. ხოლო 1924 წელს, როდესაც მონღოლეთის სახალხო რესპუბლიკა შეიქმნა, ქალაქს სახელი გადაერქვა და დაერქვა ულანბატორი, რაც მონღოლურად ნიშნავს წითელ გმირს. და ეს სახელი მიეძღვნა სუხე ბატორს, ვინც იყო ეროვნული გმირი დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი. დღესდღეობით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 1,600,000 ადამიანს, რაც ქვეყნის მოსახლეობის ნახევარზე მეტი არის.
შეგახსენებთ, რომ მონღოლეთი არის ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად დასახლებული ქვეყანა. მიუხედავად თავისი ამ უდიდესი ტერიტორიისა, ქვეყნის მოსახლეობა სულ რაღაც 3 მილიონი ადამიანია და აქედან 1.600.000 მხოლოდ დედაქალაქში ცხოვრობს. ამასთან დაკავშირებით ერთი საინტერესო ფაქტიც კი არსებობს, რომ მონღოლეთში ცხენი უფრო მეტია ვიდრე ადამიანი, რადგან 3 მილიონ ადამიანზე დაახლოებით 4 მილიონი ცხენი მოდის. ფაქტიურად ერთადერთი დიდი ქალაქი არის ამ ქვეყანაში ულან-ბატორი. დანარჩენი ან ძალიან პატარა ქალაქები არის, ან ძირითადად პატარ-პატარა სოფლები და მოსახლეობის უმეტესობა მაინც აი მომთაბარე ცხოვრებით ცხოვრობს. ქალაქზეც და კულტურაზეც საკმაოდ დიდი ჩინური და კორეული გავლენა იგრძნობა, რადგან ძალიან ბევრი არის კორეული მაღაზიებიც. ახალგაზრდების ჩაცმულობაც ძალიან გავს ჩინელი ახალგაზრდების ჩაცმულობას. ჩინეთშიც რო ვიყავი, იქაც სულ რაღაც ანიმეს გმირებივით დადიოდნენ ყველა და აქაც ეგრე არია. მოვედი ქალაქის კიდევ ერთ ცენტრალურ მოედანზე, ეს არის სუხბაატარის მოედანი, სადაც გუშინ ჩემი ავტობუსი ჩამოვიდა სხვათა შორის, მაგრამ ღამე იყო, არაფერი არ ჩანდა და ამიტომაც არაფერი არ გადამიღია. აი ამ ადამიანის საპატივსაცემოდ დაერქვა ამ ადგილს, ესაა მონღოლეთის ეროვნული გმირი, დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი და მის სახელს ატარებს ეს მოედანი. ხოლო აი ეს გრანდიოზული შენობა არის მონღოლეთის პარლამენტი, რომელიც 50-იან წლებში აშენებულა, როგორც ვნახე. და აი აგერ პირდაპირ შუაში ამ შენობას ამშვენებს გიგანტური ჩინგის ხანის ქანდაკება. ჩინგის ხანზეც მოგიყვებით, 1-2 სიტყვით დარწმუნებული ვარ, ბევრმა იცით, მაგრამ მაინც სიმბოლურად გეტყვით, რომ მონღოლეთის იმპერიის დამაარსებელი იყო და თავის დროზე მან ფაქტიურად ნახევარი მსოფლიო დაიპყრო და ასეთი საინტერესო ფაქტიც ვნახე, რომ ამ დამპყრობლურ ომებს დაახლოებით 40 მილიონი ადამიანი შეეწირაო. არ ვიცი ეს სტატისტიკა საიდან არის და ისტორიკოსების დაწერილია თუ როგორ არის ჩვენამდე მოსული, მაგრამ აი ესეთი ფაქტიც არსებობს. აქვე სახელთან დაკავშირებითაც გეტყვით, ვიდრე კომენტარებში დამიწერდეთ, ჩინგის ხანი არის უფრო საერთაშორისო გავრცელებული სახელი, ინგლისურად, რუსულად, ქართულად ყველგან ჩინგის ხანი ქვია. ხოლო ადგილობრივებისთვის უფრო სწორი ფორმა არის ჩინგის ყაენი, რადგან თვითონ ყაენის სიტყვა აღნიშნავს მეფეთა მეფეს, ანუ ყველაზე დიდ ბრძანებელს, ასე ვთქვათ. მაგრამ შეცდომა არ არის, თუ ჩინგის ხანს დაუძახებთ, ეს შეცდომა არ იქნება. ვისაც მონღოლეთი ღარიბი ქვეყანა გონიათ, ცდებით, რადგან 90-იან წლებში აქ აღმოაჩინეს ძალიან დიდი ოქროს მარაგები და მას შემდეგ დაიწყეს ამ ოქროს მოპოვება და აი დღესდღეობით უკვე ეტყობა ეს ყველაფერი ქვეყანას, რადგან განვითარება დაიწყო, როგორც ხედავთ, ქალაქიც ვითარდება, შენდება. ჯერჯერობით მაინც ისე არ გამოიყურება, რომ თქვა რომ რაღაც მდიდარი ქვეყანა არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნელ-ნელა ვითარდება და ახლო მომავალში ალბათ საერთოდ სხვა საფეხურზე გადავა მონღოლეთი. სწორედ ჩინგის ხანის დროს იყვნენ შამანიზმის მიმდევრები და საწყალი ეხლა ალბათ სადაც არის დასაფლავებული, იმიტომ რომ საფლავი როგორც ვიცი არ იციან სად არის. მაგრამ სადაც არ უნდა იყოს, იქ ბრუნავს ალბათ, რომ დღეს ბუდისტური ქვეყანაა და მშვიდობაზე და ომების გარეშე ცხოვრებაზე ფიქრობენ. დავბრუნდი სასტუმროში, ცოტა ხანი შემოვირბინე, ცოტას დავისვენებ, შევჭამ, ტექნიკას დავტენი და მე ისევ გავიდეთ, კიდე დავათვალიეროთ თუ რამე იქნება ამ ქალაქში სანახავი და გზად რა შემხვდა თუ გამოიცნობთ. რა თქმა უნდა, მონღოლური KFC მე ხო გვერდს ვერ აუვლიდი ისე და რა თქმა უნდა გამოვიყოლე, ეხლა დავაგემოვნებ ყველაფერს, შევჭამ და მერე დაგიბრუნდებით. ცოტა ხანი დავისვენებ და გავალმეთქი და გარეთ როგორი ამინდია ნახე. წვიმა და შტორმი ამოვარდა. წვიმამ გადაიღო, მაგრამ მაინც კაი სიგრილია გარეთ, თან უკვე მოსაღამო და 7 საათი დაიწყო, ასე რომ შორს წასვლას აღარ ვაპირებ, თან ისეთი საინტერესო ლოკაცია ვეღარც მოვუძებნი ამ ქალაქში, ამიტომ უბრალოდ სადმე გავისეირნებ აქვე სასტუმროსთან ახლოს. მე რაღაცებს მოვიმარაგებ სასტუმროსთვის და ვიდეოს მონტაჟს ჩაუჯდები. ვცდილობ, რომ რაც შეიძლება მალე დავამთავრო და იმედია გამომივა. ხოლო შემდეგი ვიდეოსთვის მაქვს ერთი ძალიან საინტერესო გეგმა. წინასწარ ვერ გეტყვით ამ ადგილს, იმიტომ რომ არ ვიცი საერთოდ ჯერ გამოვა თუ არა იქ წასვლა, რადგან ყველა ადგილობრივი ტურისტული კომპანია უარს მეუბნება ამ ტურზე და
მოკლედ მე თვითონ მომიწევს ამ ყველაფრის გაკეთება რა. აქედან არის ძალიან შორს დაახლოებით 1000 კილომეტრი არის აქედან. ასე რომ შიდა ფრენა მომიწევს ერთ ქალაქამდე, მე იქიდან კიდე ტრანსპორტის გამოცვლა და ასე შემდეგ. მოკლედ ძალიან ბევრი წვალება, მაგრამ მე მგონი ამად ღირს რა, ისეთი მაგარი ადგილია და ისეთი საინტერესო ისტორია აქვს ამ ადგილს, რომ მოკლედ ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს გამოვიდეს და იმედია გამომივა კიდეც. მაგრამ ამ ყველაფერს ცოტა ხანში გაგიზიარებთ. აი ესეთ ადგილას აღმოჩნდი, სადაც საბავშვო სკოლის ინვენტარი იყიდება მარტო, როგორც ჩანს, სკოლის დაწყებასთან ერთად ესეთი ბაზრები წიხსნება ხოლმე. შორიდან რომ დავინახე ტრაფიკების ობიექტები, მეგონა რატომღაც მეთქი რაღაც ფესტივალია თქო ისეთი გაფორმებები იყო, მაგრამ როგორც აღმოჩნდა მარტო სასკოლო ინვენტარი იყიდება. მეგობრებო, შუაგულ მონღოლეთში ინდური რესტორანი არის და ნახეთ საქართველოს დროშა. ძალიან იშვიათად არის ხოლმე საზღვარგარეთ საქართველოს დროშა და როგორც ხედავთ ინდურ რესტორანზე არის. ქალაქში ძირითადად არის უკორეული და ჩინური სამზარეულო. ძალიან იშვიათად რომ აი რაღაც სხვა სამზარეულო, მაგალითად ევროპული ან ასე შემდეგ შეგხვდეთ. დავბრუნდი მეგობრებო სასტუმროში და მოკლედ მაღაზიიდან გამოვიყოლე კოკა-კოლა, 2 წყალი, ეს ძალიან ცხარე რაღაც, რომელსაც ალბათ ვერ შევჭამ, მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის იყოს, იმიტომ რომ ისეთ ადგილებში მივდივარ, რომ სავარაუდოდ ძალიან მომშივდება. ფიტის ორცხობილა და იუბილეინოე, რომელსაც არ ვაპირებდი ყიდვას, მაგრამ დიდი მოყვარული არ ვარ უბრალოდ რა. მაგრამ უკან რო შევხედე, წარწერებს ძალიან ნაცნობად მომეჩვენა და უკნიდან აწერია ყველაფერი ქართულად რა. რატო არის მონღოლეთში ქართულად წარწერებით არ ვიცი. საქართველოდან შემოდის ალბათ, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან გამიკვირდა და მინდოდა რომ თქვენთვისაც მეჩვენებინა რა. და რა ვიცი, რაღაც ძალიან მესიამოვნო თან რა დღეს საქართველოს დროშა, ეხა აგერ ქართული წარწერები ორცხობილაზე და მოკლედ ძალიან სასიამოვნოა ეს ყველაფერი რა. წავედი მოკლედ ეხლა დავისვენებ, მოვემზადები ხვალისთვის და ხვალ დილიდან მოკლედ დავიწყებთ ქვეყნის ყველაზე საინტერესო ადგილების დათვალიერებას, როგორც ცხოვრობენ ადგილობრივები და ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავალი გველოდება ხვალიდან, ასე რომ რა თქმა უნდა არხის გამოწერა არ დაგავიწყდეთ, ამ ვიდეოს აუცილებლად ბოლომდე უყურეთ და ვიდეოს დალაიქებაც არ დაიზაროთ, რა თქმა უნდა. ჩვენი დღევანდელი პირველი ლოკაცია რაც არის, რისი ნახვაც მინდა, ეს ჩინგისხანის გიგანტური ქანდაკება, რაც ერთ-ერთი მთავარი სანახაობა არის მონღოლეთში. მოკლედ როგორც აღმოჩნდა, ავტობუსები არ დადიან ამ მიმართულებით, რატო არ ვიცი. ასე რომ მომიწია ტაქსის დაქირავება და ტაქსში ერთ გზაში გადავიხდი $20, რაც იაფი ნამდვილად არ არის. დღეს ნახოთ იქ როგორ მოვასწრებ ყველაფრის ნახვას, იმიტომ რომ დიდი ტერიტორიაა. ეროვნული პარკი არის რაღაც და ამ ტერიტორიაზე ბევრი სანახაობაა. ასე რომ როგორ მოვასწრებ ამ ყველაფრის დათვალიერებას, ჯერ არ ვიცი, შეიძლება იქ მომიწიოს დარჩენა სადმე იურტაში თუ არა და საღამოს დავბრუნდები ისევ ქალაქში, აქ დავრჩები და ხვალიდან უკვე დავიწყებ მონღოლეთის დასავლეთში მოგზაურობას. თავარი სანახაობა რაც არის აქ ჩემთვის, რისი ნახვაც მინდა ყველაზე მეტად და ძალიან ცოტა ვიდეო მოიძებნება ზოგადად ამ ადგილის გარშემო YouTube-ზეც. აბა დავიძარით და დაახლოებით 1 საათში უკვე დანიშნულების ადგილზე ვიქნებით. ჩამოვედი მეგობრებო, ეს ჩვენი პირველი ლოკაცია და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ადგილი მთელს მონღოლეთში ალბათ. ეს არის ჩინგისხანის 40 მეტრიანი ქანდაკება და ლეგენდის თანახმად ზუსტად იმ ადგილას არის აშენებული, სადაც ოქროს მათრახი იპოვა ჩინგისხანმავა, ესეთი ლეგენდა არსებობს და რამდენად მართალია, ეგ არ ვიცი, ოქროს მათრახი იპოვა თუ არა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში აი ეს გრანდიოზული ქანდაკება კი დგას აქ 2008 წლიდან.
ჩემი ტაქსისტი მთელი გზა გიჟივით მოდიოდა, ნახევარი გზა საპირისპირო მიმართულებაზე გაატარა, მაგრამ მე არაფრის არ მეშინია, მეგობრებო, რადგან ჩემი მოგზაურობა და ჩემი ჯანმრთელობა დაზღვეულია ალდაგის სამოგზაურო დაზღვევაში. მე კი შეგახსენებთ, რომ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა მხოლოდ ჯანმრთელობის დაზღვევას არ მოიცავს, რადგან ასევე დაზღვეული არის თქვენი ბარგი, დაზღვეულია თქვენი გაუქმებული ან გადადებული ფრენები, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ 60 საიტზე შეგიძლიათ იქირავოთ ავტომობილი სპეციალურ ფასად თუ თქვენ სარგებლობთ ალდაგის სამოგზაურო დაზღვევით. და დიდი მადლობა ალდაგს, რომ ყველგან და ყოველთვის ჩვენი დამზღვევია. აი ესე გამოიყურება შიგნიდან ყველაფერი. ეს გიგანტური ფეხსაცმელი, არ ვიცი. ეს სიმბოლო. თავი სანახაობა რაც არის აქ, შეგიძლიათ ახვიდეთ ამ ცხენის თავში და იქიდან გადმოიხედოთ ლამაზი ხედებია, როგორც ამბობენ. შეგიძლიათ ლიფტით ახვიდეთ, შეგიძლიათ ფეხით ახვიდეთ კიბეებზე, როგორც მიავდივარ ახლა. ლიფტთან უბრალოდ იმდენი ხალხი იყო რიგი, რომ ისევ ფეხით ჯობია ასვლა. აი ესეთი ხედები იშლება აქედან. როგორც ხედავთ, ქვემოთ ძალიან ბევრი იურტები არის ტურისტებისთვის, ვისაც სურვილი აქვს აქ დარჩეს ხამე. ესეც ბატონი ჩინგისხანი ახლოდან. ეს ალბათ ის ოქროს მათრახია, რომელიც ჩინგისხანმა აქ იპოვა. ეს ალბათ რაღაც შამანური რიტუალის ნაწილია. მე რასაყვარელი თევზია, ნახეთ. ესეც ჩვენი 40 მეტრიანი ჩინგისხანი. აქედან როგორ წავალ ახლა და სად წავალ, კაცმა არ იცის. რაღაც სანახაობები კიდე არის ამ ტერიტორიაზე, მაგრამ როგორ უნდა გადავადგილდე, წარმოდგენა არ მაქვს. ეხლა ჩემი შესაძლებლობები უნდა გამოვცადო შვილდის როლაში. აი შორს კი არის. Okay. Okay. Inagam თავში მოვირთო. No. Yes. No. Yes. 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 My friend, Yes. this is no, this is just this. This is no, just this. This. Like this. Yes. Okay. Little bit down. Good. Hey. Down. Need up. No Okay. up. Down. Okay. აბა მეგობრებო, ეხლა თუ გავართ ყიათიანში, არხი უნდა გამოიწეროთ. Yes. It's snow. More. Down. ცოტა. Close. No. Yeah. This is up. Yeah. Close. სულ ცოტას ვაცილებ რა მეგობრებო რა. Yeah. Now I'm professional. დავით არის ჩვენი შემდეგი სანახაობისკენ. აქედან არის დაახლოებით 40 კილომეტრში და ვფიქრობდი რომ სადღაც აქ მომიწევდა ღამე დარჩენა, იმიტომ რომ უკან არ ვიცოდი როგორ დავბრუნებულიყავი და მოკლედ ეს კაც გავიცანი, ეხლა დაახლოებით $30-ად წამიყვანს იქ ყველაფერს დამათვალიერებინებს, კიდე რამოდენიმე ადგილი არის სანახავი და მე უკან დავბრუნდეთო ისევ აქ და აქედან საღამოს უფასოდ წაგიყვან ქალაქშიო. და იდეალური შემოთავაზებაა რა, ამაზე კაი რა უნდა იყოს. წავედი მოკლედ და ნახოთ, გზა და გზა რამე თუ შეიცვლება, აუცილებლად გეტყვით. ნახეთ რა სილამაზეა მეგობრებო. გზად გავჩერდით ახლა ერთ საინტერესო ადგილას და ნახეთ ირგვლივ რა სილამაზეა. აი ეს არის ჩვენი პირველი გაჩერება.
ამ ადგილის შესახებ არც ვიცოდი არაფერი, ეხლა ჩემო მძღოლმა გააჩერა და მითხრა რომ ამ ქვაში შეგიძლია შიგნით შეხვიდე და როგორც აღმოჩნდა ბუდისტი ბერები ცხოვრობდნენ აქ რა დაახლოებით 50-დან 100 ბერამდე ცხოვრობდა, ზუსტად არ არის ინფორმაცია, მაგრამ ესეთი საინტერესო ადგილია, ეხლა ჩვენც ავიდეთ რა თქმა უნდა. აი ესე გამოიყურება შიგნით ეს პატარა გამოქვაბულივით რაღაც სადაც ადრე ბერები ცხოვრობდნენ. კაი მაღალზე კი ამოვედი ამასობაში სხვათა შორის. აი შემოვედი შიგნითაც. აი აქ ცხოვრობდნენ საუკუნეები ბუდისტი ბერები. წავედით ახლა გავაგრძელოთ გზა. ჩამოვედი, მაგრამ ძლივს რაღაცნაირი ქვა არის, ფეხის რეალებს ძალიან. აი ესეც ჩვენი შემდეგი ლოკაცია და თუ გამოიცნობთ რა ქვია ამ ადგილს. თუ არა და გეტყვით რომ ამ ადგილის სახელი სადაც ახლა მოვედით, ეს არის კუს კლდე, რადგან ვიზუალურად რო შეხედავ კუს ძალიან გავს და ყველგან არის ტურისტებისთვის მოწყობილი ესეთი იურტები, სადაც შეუძლიათ დარჩნენ, მაგრამ საკმაოდ ძვირი ღირს $100-დან იწყება ფასები. მაგრამ მაინც ძალიან ბევრი ხალხი ჩამოდის. ძირითადად ჯგუფები დადიან აქ და პირდაპირ მოყავთ ჯგუფები და რჩებიან ესეთ იურტებში. ნახეთ რა საოცარი ადგილია. რა ის იუთუბერი ვიქნებოდი ახლა აქ რო არ მომძრალიყავ. აი სადა მოვედი. ამ ადგილის მთავარი ისტორია რო გითხრათ, მონღოლეთის ერთ-ერთი ხანი იმალებოდა ამ კლდეში იმალებოდა, არა უпростоრად ომის დროს თავს აფარებდა და ეს მოწინააღმდეგეები ესე წრე შემოარტყეს, ალყაში მოაქციეს და ესე აგრძელებდნენ ბრძოლას და მოკლედ გაიმარჯვა მე მგონი მე ამ ბრძოლაში რა. და ამიტომ არის ესეთი მნიშვნელოვანი ადგილი. ჩვენი შემდეგი ლოკაცია იქნება მედიტაციის ცენტრი, ერთ-ერთი მონასტერი ამ მთებში, სადაც ასწავლიან მედიტაციას და სხვადასხვა მედიტაციასთან დაკავშირებულ რიტუალებს. ადგილი კი უწყობს ხელს ისეთი ლამაზი ადგილია, რომ სად უნდა იყოს თუ არა აქ მედიტაციის მონასტერი. აი ესე პირდაპირ მთებში არის ჩაფლული ეს მონასტერი. ცოტა დავიღალე, დავისვენებ და თან ერთ რაღაცას გეტყვით. ყველაზე საოცრება მინდა გითხრათ ახლა აქ რა, ხო აი მთებში ვარ, ნახეთ, როგორი ადგილია, სადაც დავდივარ და თითქოს კავშირზე არ უნდა ვიყო გარესამყაროსთან, მაგრამ ლაგის დამსახურებით, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივად კავშირზე ვარ გარესამყაროსთან. 4G ჭერს ჩვეულებრივად ინტერნეტი. რავი, ჯერჯერობით პრობლემა არ შემქმნია მთელს მონღოლეთში, რავი, სადაც ვიყავი. ყველგან იდეალურად მუშაობს და ძალიან დიდი მადლობა ლაგის, რომ აი ესე მიმარტივებს ამ მოგზაურობას რა. და ჯერ კიდე სათხარ წინ ისეთი რაღაცები გველოდება მონღოლეთშიც და მერე კიდე სხვა ქვეყნებშიც, რომ მოკლედ დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემთან ერთად იქნება ლაგი. აი ისიც მონასტერიც გამოჩნდა. ნახეთ რა ლამაზი ადგილია. აი ვინც ინგლისური კარგად იცით, შეგიძლიათ წაიკითხოთ ამ მონასტრის შესახებ. საინტერესო ისტორია. ხოლო ვისაც წაკითხვა გეზარებათ ან ინგლისური არ იცით, შევესწრები მე მოგიყვეთ. ეს არის არიაპალას ტაძარი მედიტაციის, როგორც უკვე გითხარით და ღია არის ნებისმიერი მსურველისთვის, ვისაც უნდა განთავისუფლდეს ამ მიწიერი რაღაცა ყოველდღიურობით, აკეთოს მედიტაცია ყოველდღიურად, მოკლედ
ეს ტაძარი მზად არის, რომ ნებისმიერი ადამიანი მიიღოსო ესეთი ინფორმაცია. ასევე აქ არის 108 კიბე ზუსტად, რაც განასახიერებს ადამიანის ყოველდღიურ მიწიერ საზრუნავს. რა არის 108 საზრუნავი, მე არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ესეთი ისტორია. და არც ისე ძველია, სხვათა შორის ეს ტაძარი 98 წელს დაიწყო მშენებლობა და 2006 წელს მორჩა. ამოვედი მეგობრებო. და ხედები ნახეთ უბრალოდ როგორი ხედები იშლება. პირდაპირ მოგინდება მედიტაცია რა. რა თქმა უნდა, აქაც ფეხზე გახდა აუცილებელია, სანამ შიგნით შევალთ. აი ესე გამოიყურება შიგნიდან. ცოტა მედიტაცია მეც კი მჭირდება ახლა. რაღაც სიმშვიდეა რა შიგნით მართლა. ისეთი გარემო არის, რომ მედიტაციისთვის ალბათ ძალიან კარგი ადგილი იქნებოდა. აი ამიტომ მიყვარს ბუდისტურ ქვეყნებში მოგზაურობა მეგობრებო, იმიტომ რომ აი რაღაც განსაკუთრებული სიმშვიდეა ყველგან რა. ადამიანებიც მშვიდები არიან მაქსიმალურად გაწონასწორებული და ყველგან რაღაც თავისებური აურა ტრიალებს. და რასაც დავაკვირდი აქედან ზურგით არავინ არ გადის, ყველა გადის აი ესე. რომ ზურგი არ შეაქციოს, ასე რომ მეც რა თქმა უნდა ესე გავალ როგორც წესია. ზენიც დავატრიალოთ. აქეთ რაღაც პატარა შენობა ჩანს კიდე და საინტერესოა რა არის, მივიდეთ ვნახოთ. ვნახოთ აქ რა ხდება. შიგნით არის ბუდას გამოსახულებები, ასევე ბუდას ნაკვალევი და ხოლო აი ეს არის მედიტაციაში ყოფი ბერი, რომელიც გარასახიერებს შინაგან სიმშვიდეს და მედიტაციას. აი ესე გამოიყურება. ცოტა საშიშად კი გამოიყურება, მგონია რომ რა უნდა ადგეს ფეხზე, მაგრამ აი ესეთი ქანდაკება. აი ამ სილამაზეს რო უყურებ აქედან, მოგინდება პირდაპირ მედიტაცია. ისეთი ლამაზი ადგილია, სიამოვნებით დავრჩებოდი 1-2 დღე რა. სამწუხაროდ არ შეიძლება, თორე მე სიამოვნებით დავრჩებოდი. უკან დავბრუნდები აი ესეთი ხიდით. ამდენი ხალხი რო დადის, იმედია უსაფრთხო. მაგრამ მე მაინც არ მეშინია, რადგან ალდაგის სამოგზაურო დაზღვევა არის ჩემთან ერთად. ვაჰ, ძალიან ქანაურს. ალბათ ბევრს გაგიჩნდებათ კითხვა, რომ რატო არ არიან ბერები და გეტყვით, რომ აქ ყოველდღიურად ბერები უკვე აღარ არიან, მხოლოდ რაღაც გარკვეულ დღეებში ამოდიან და დილით ძალიან ადრევა ესე მითხრეს რა. დანარჩენ დროს, რადგან აქ ამდენი ტურისტი მოდის, ამ ყველაფრის სანახავად, მედიტაცია ფაქტიურად შეუძლებელია ასეთ პირობებში, ამიტომ უბრალოდ რაღაც ტურისტულ სანახაობად არის გადაქცეული ძირითადად. ავედით, გავაგრძელოთ გზა. ეხლა დავბრუნდებით ჩინგისხანის იმ გიგანტურ ქანდაკებასთან, სადაც დაველოდებით ამ კაცის მეუღლეს, რომ დაამთავრებს სამსახურს და მე უკვე დავბრუნდებით ულან-ბატარში. მივდიოდით უკვე და ნახეთ გზად, როგორი სანახაობა შემოგხვდა. დინოზავრები ქვისგან არის გაკეთებული, ხელით არისო გამოთლილიო, როგორც მითხრა. სამწუხაროდ დაკეტილია შიგნით. ვერ შევდივარ და აი ვეცდები აქედან დავათვალიერო და განახოთ თქვენს. ნახეთ რა მხელა რაღაცეები არის გაკეთებული ქვისგან. დავბრუნდით მეგობრებო, გზაში ყავა გამოვაყოლე და რა თქმა უნდა ეხლა წავიხემსებ ჩემი Black Star-ის უგემრიელესი მზეს უმზირი. I want to give you try Georgian sunflowers. This is Georgian. Try if you like. You want? Come. This is from my country. Эдний нутагт. Try. Гэрийнхэн тэнчи ургадаг гэж. Гэрийнх нь гадаа ургадаг гэж. აბა გავასინჯოთ რა სიტყვიან. ქართულ მზეს უმზირა Black Star-ზე. მართლა ძალიან გემრიელია მეგობრებო. გინდა მონღოლეთში იყოს, გინდა ყაზახეთში და გინდა სხვაგან. გემრიელია რა. ასე რომ დაიმახსოვრეთ, Black Star-ი სადაც შეგხვდებათ, გასინჯეთ აუცილებლად. Шегет.
აბა რა სიტყვით მეგობრებო. გამოუშვა? აა? ინდა თუ არა გაისეირნეო ცხენითაცო და. აჩ. არც ეირნობს ეს ცხენი, დაღლილია ეთყობა. ცოტა დავამუღამე ამასობაში. აი ეს არის მეგობრებო ადამიანებთან ურთიერთობა. დღეს აქ რომ მოვედი 20,000 აი ეს მონღოლური ფული გადავიხადე ამის სროლაში. ეხლა კიდე აგერ უფასოდ ცხენზეც დავჯექი, ეს ისრებიც მასროლიეს. ამ კაცის სოლს ველოდებით ეხლა რომ გამოვიდეს და წამიყვანენ მერე ქალაქში ეგეც უფასოდ. ზუსტად ამიტომ წინასწარ არაფერს არ გვეგმავ ხოლმე რა. ასე ბევრად უფრო საინტერესოა. ჩამოვედი დავბრუნდი ქალაქში და აი ესე ხდება, როდესაც წინასწარ არაფერი არ გაქვს დაგეგმილი და გზადაგზა რაღაცებს იგონებ რა. გადაწყვეტილი მქონდა რომ დღეს ქალაქში უნდა დავრჩენილიყავი დამესვენა და ხვალ დილით უნდა წავსულიყავი იმ ქალაქში რისი გადაღებაც მინდა მოკლედ. გზაში რატომღაც ველოსიპედის გამოგონება გადავწყვიტე თავიდან, ვიფიქრე რომ დღეს ღამევე წავიდოდი. ჩემმა მძღოლმაც მითხრა რომ კარგი იდეა არისო, შეგიძლიაო დღესვე წახვიდეო და მოვედი ავტობუსების გაჩერებაზე. ჯერ გზაში ვიყავით 1-3 საათი, ისეთი საცობებია რომ საქართველოს საცობები საერთოდ არ გქონია, მართლა დავრწმუნდი რომ ჩვენთან საცობი არ არის თურმე. ეხლა მოვედი ავტობუსების გაჩერებაზე და როგორც აღმოჩნდა დღეს უკვე ავტობუსები აღარ არის დამაგვიანდა და დავრჩი ესე შუა ქუჩაში. არც სასტუმრო მაქვს, არც წასასვლელი, არც საჭმელი, არც სასმელი და დავდივარ ეხლა ესე ულან ბატორის ქუჩებში. რა ვქნა არ ვიცი. იქნებ სადმე ახლო-მახლოს ნახო სასტუმრო და ხვალ დილით უკვე გავაგრძელოთ ჩვენი გზა. აი ესეც სასტუმროს მოვაგენი. საწოლი სუფთაა, რაც მთავარია. მოკლედ ხვალამდე წავა რა. სამაგიეროდ გადავიხადე დაახლოებით $20 ამ სასტუმროში, რაც ჩემი აზრით ნორმალური ფასია. მოკლედ ეს ვიდეო აქ დავასრულოთ. მეც დავისვენებ ეხლა, თქვენს დაგასვენებთ, ასე რომ აქ დავასრულოთ ეს ვიდეო. დიდი იმედი მაქვს რომ თქვენთვისაც საინტერესო ვიდეო გამოვიდა. მე მგონი ბევრი საინტერესო ადგილი მოვინახულეთ. როგორც იქნა მონღოლეთის დავათვალიერეთ რეალურად როგორც ცხოვრობს ხალხი და რა ხდება დედაქალაქში, მაგრამ მთავარი სანახაობები ჯერჯერობით წინ არის, ასე რომ არხის გამოწერა არ უნდა დაგაუწყდეთ არც ერთ შემთხვევაში, ვიდეოს დალაიქება, კომენტარების დაწერა. დიდი მადლობა ვინც ამ ვიდეოს ბოლომდე უყურეთ, დიდი მადლობა ჩემს მეგობარ კომპანიებს, სამომავლო გეგმებს შემდეგ ვიდეოში გაგაცნობთ, ასე რომ წავედი ახლა მეც დავისვენო და დაგიბრუნდებით შემდეგი საინტერესო ვიდეოთი ისევ და ისევ მონღოლეთიდან.